Prosperity-ის ფონდში ჩხრეკა დასრულებულია, გამომძიებლებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ კომენტარი არ გააკეთეს, ასევე დასრულებულია ჩხრეკა კიდევ ერთ ფონდში, ფონდ ერთიანობაში, სადაც ასევე ამბობენ, რომ დილის საათებში დაადგნენ მას თავს პროკურატურის გამომძიებლები, 30-მდე პირი იმყოფებოდა სადარბაზოში, 4 გამომძიებელი შევიდა ერთიანობისთვის ხელმძღვანელის სახლში და წაიღეს მხოლოდ ტექნიკა. ამ შემთხვევაშიც, როგორც სხვა შემთხვევებში, ფონდების ხელმძღვანელებთან ეძებდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს, დოკუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიმდინარეობს სწორედ ფონდებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც უკვე ვიცით, რომ ყველა ფონდი უკვე დაყადაღებულია, ამ შემთხვევაში მიჰქონდათ ხელმძღვანელი პირების ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები, ასევე ლეპტოპები. ალეკო ცქიტიშვილს რაც შეეხება, ის მაგალითად ქუჩაში გაჩხრიკეს, ანუ ორჯერ ჩატარდა ჩხრეკა ცქიტიშვილის შემთხვევაში, ერთი იყო პირადი დათვალიერება, მეორე იყო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ამ შემთხვევაში წაღებულია მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. ცქიტიშვილი თვლის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რეპრესიებს და ასევე განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი იმასაც, რომ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა მასთან მისული. ერთი შემთხვევაში ჩამოიყვანეს ის ავტობუსიდან, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს და ამის შემდეგ გაგრძელდა საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა. რა გაგრძელება იქნება ამ ყველაფერს? ცქიტიშვილი არ გამორიცხავს და ფონდების სხვა ხელმძღვანელებიც, იმ ფონდების, რომლებთანაც ჩხრეკა ჩატარდა, რომ პროკურატურა პირველ ეტაპზე მათ დაიბარებს გამოკითხვაზე და ამის შემდეგ არც იმას არ გამორიცხავენ, რომ დააკავონ ისინი. ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი, ჩემი პირადი ტელეფონი ამოიღეს, ასევე პირადი ჩხრეკისას. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას, ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ჩემი კომენტარი ისაა, თვითონ ეს საქმიანობა პროკურატურის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის არის თლიანად უკანონო. გამოკითხვაზე ალბათ დამიბარებენ, ამას ალბათ შეიძლება მოყვეს შემდეგ დაპატიმრება. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის არ ეშინია ამ რეჟიმის. შესაბამისად, უფლებადამცველი ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. არასწორი მიმართულებით მიდიან გამოძიება მით უფრო მუხლი რაც აქვთ აღძრული ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას რაც უნდა იყოს. ეს არის საბოტაჟის მუხლი, ეს არის უცხო სახელმწიფოსთვის და ან უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ძალიან საინტერესო არის როგორ დასაბუთდება ეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო მოქმედებების და მთლიანად ეს პროცედურა დაადასტურებს იმას, რომ არანაირი კავშირი მსგავს მუხლებთან და მსგავს საქმიანობასთან ამ ორგანიზაციებს არ გააჩნია. და უფრო მეტიც, მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს საქმეები თაროზე შემოიდება, ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ამ მათი ამ ქმედებებით არ შინდება და პირიქით ჩვენ ვართ სწორ მხარეს და გავაგრძელებთ იმ მუშაობას ხალხისათვის, რასაც ვაკეთებთ. ჩხრეკასთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება შევეცადეთ ლაშა კოტრიკაძესთან, საქმის პროკურორთან, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გვაინტერესებდა რა გაგრძელება იქნება ჩხრეკის და დაყადაღების შემდეგ სერიას, იქნება თუ არა გამოკითხვებზე დაბარება ფონდების ხელმძღვანელების და ამის შემდეგ როგორც ფონდების ხელმძღვანელები ვარაუდობენ, შესაძლოა საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ვნახოთ დაყადაღებული ფონდების დაკავებული ხელმძღვანელები.